ამ განცხადებების მიღმა, რომელიც ეკუთვნის არაერთ წარმომადგენელს დეპუტატი წილოსანი თუ არ ვცდები, ასევე პაპუაშვილი თავად რაც თქვა პარალელი ღვთიურმა ანანასთან შესაძლებელია აი პასუხი სუბარის მხრიდან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეწყვეტის შესახებ დასმულ კითხვაზე. თქვენთვის რისი მანიშნებელია შეგუების ეტაპს იწყებს ახლა ქართული ოცნება იმ მრავალწლიანი პროპაგანდისტული მესიჯების გაშვების შემდეგ, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ პერიოდის განმავლობაში? გამარჯობა, პირველ რიგში მოგესალმებით, ქალბატონო ანა, მივესალმები მაყურებელს. დღეს ძიმე ნების კვირის დიდი პარასკევია. ამ დღეს რაღაცა ყველა განსხვავებულ განწყობაზე ვარ და ვეცდები, რომ დღეს უფრო მობიერი ვიყო შეფასებებში, მიუხედავად იმისა, რომ იმსახურებენ ძალიან მძიმე შეფასებებს და კომენტარებს ამ ძალიან დამაზიანებელი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების და პოზიციების გამო, მაგრამ ვეცდები, რომ რაღაცნაირად დღევანდელი დღის გათვალისწინებით უფრო დავაბალანსო ჩემი შეფასებები. პირველ რიგში, რაც შეეხება ამ თემას, ეს არ არის, ისევ არ არის ეს სახუმარო და საქილიკო, როგორც ცდილობენ, რომ წარმოაჩინო კომენტარებში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, როგორც თავის დროზე გახსოვთ თქვენ სანქციებთან დაკავშირებით, ვინმე რო ახსენებდა სასაცილოდ არ ყოფნისო ამბობდნენ. ის რომ ევროკავშირი უკვე ფიქრობს, როგორ გაამარტივოს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ეს წინა ისტორიაა, რაც შეიძლება შემდეგ მოხდეს და ეს იქნება ალბათ ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის და მე რატომ მგონია, იცით, დღეს ვფიქრობდი სხვა შორის მათ კომენტარებზე, რატომ მგონია კიდევ რომ ასეთ განცხადებების აი ეს შინაგანი მამოტივირებელი შეიძლება იყოს მათი სუბიექტური მიდგომაც თქო. თვითონ ხო ყველა სანქცირებულია, ყველა პირობითად პირველი პირი ხო, ვინც აი მე ტიპის პოზიციას ან სტატუსს ატარებს და ყველა ქვეყანა, ხა 7-8 ქვეყანა რიგში და მზადებს უკვე ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ევროკავშირის წევრი უკვე რამდენიმე წამყვანი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი და ცალკე ბრიტანეთის სანქციები და ეს პროცესი ხო გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, ისინი ისედაც ვერ შევლენ ცოტა ხანში ვერსად ევროპულ ქვეყანაში. ვერსად ვეღარ შევლენ, ივლიან მხოლოდ არ ვიცი, თუ სათავიან სოფლებში ან სადღაცა ვიცი, მიესვლებათ ქალაქებში 7 თუ ივლიან არ ვიცი, მაგრამ რუსეთში და აი ბელარუსში, ჩაბინსკში ჩაფრინდებიან, ან სადღაც კიდე ეგეთ დასაფრენ ადგილს მოიფიქრებენ, მაგრამ რეალურად ევროპული სივრცე მათთვის იკეტება და შეიძლება ფიქრობენ, თუ ჩვენ ვერსად ვერ მივდივართ, ეხლა საქართველოს მოქალაქეები სულ არ ადაღულებთ. და მთლიანი პოლიტიკა გარდა ამ პერსონალური განწყობებისა, რომელიც შეიძლება იყოს მართლაც ასეთი სრულიად გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო განცხადებების წინაპირობა. მეორეს მხრივ ეს არის მთლიანი პოლიტიკის ერთიანი საზიანო, მტრული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. როცა ფრონტს ხსნი ომს უცხადებ ევროპულ სივრცეს და ყველაფერს აკეთებ, რომ გამოგვდევნონ იქედან და მიღებული ბენეფიტები და სარგებელი, რაც ქვეყანა მიიღო კანდიდატის სტატუსით, ისიც დაკარგო საქართველოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ყველაფერს. ესეც შემადგენელი ნაწილია. ანუ ეს რაღაც დეკლარირებული იზოლაციის გაღრმავება არა, ეს არის იზოლაციის შესრულება, ხო, რეალურად საბოლოოდ და აი კვანძის გახსნა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ თითოეული აი მოქალაქისთვის ჩაკეტილი ეს შესაძლებლობა და იცის, ეხა სულ რომ ტელევიზორში არ ვილაპარაკოთ, ეკა ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანია, ვინც ამ სიკეთით სარგებლობს, ჯანდაცვის საკითხი დასაქმებული ადამიანები ძალიან დიდ სარგებელს იღებს ადამიანი აი უვიზო მიმოსვლის შედეგად და ეს წარმოუდგენელი სიკეთეა მართლა, რომელიც აქვს თითოეულ ჩვენგანს, როგორც საქართველოს
მოქალაქეს ხომ, მაგრამ მეორე მხრივ ეკა ასე დაყენება საკითხის და ჩვენ რამდენჯერ გვისაუბრია პროპაგანდისტულ გზავნილებზე, რომელიც ძალიან წარმატებით ამუშავა ქართულმა ოცნებამ, ხო, სხვადასხვა პერიოდში ეს წინასაარჩევნო იქნება თუ სხვა. აი ეხლა გამოდის და ეუბნებიან საზოგადოებას, რომ აი არის თუ არა, აი საქართველოს შენარჩუნების საკითხი დგასო დღის წესრიგში და აირჩიე შენ უვიზოდ გინდა სიარული თუ აი მოთხოვნა ამ ვიზების თუ შენს კარმიდამოში დარჩენა თუ საქართველოს შენარჩუნება, ხო? ეგ აი კიდევ რა არის ასახსნელი კარგად მოქალაქისთვის? ან რა ტიპის სამუშაო არის გასაწევი, რომ არ იმუშაოს ამგვარმა პროპაგანდამ ხელისუფლების მხრიდან. რაზეც როგორც ჩანს ისინი ამყარებენ იმედს, რომ როგორც სხვა შემთხვევაში ახლაც გარკვეულწილად წარმატებით ამუშავებენ მას. ეს ძალიან სწორი და დროული კითხვაა. ჩვენ ბევრი და ბევრგან უნდა ველაპარაკოთ ჩვენს მოქალაქეებს და ბევრგან, ანუ ყველგან და უთხრათ რა საფრთხის მატარებელია ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის შეჩერება. მე იმის გახსენებაც კი აღარ მინდა, რა წარმოუდგენელი შრომა გვიდევს, როდესაც ამ საკითხზე ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, რა ეს იყო 24 საათიანი შრომა და ჩვენ ვიცოდით ეს რა სასიცოცხლო გადარჩენის ერთ-ერთი გამტარი გზა იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ხო ვიცით, რომ დღეს საქართველოს მეორე საქართველოს არის ქვეყნის გარეთ და ოჯახები პირდაპირ მნიშვნელობით, რომ არ შიმშილით არ დაიხოცონ და გადარჩნენ ფიზიკურად. უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების შრომით და მათი გზავნილებით არის დღეს, რომ ფეხზე დგანან. ეს რომ დაიკეტება და ჩვენ მოქალაქეებს ამ შეჩერების შემდგომ რომ უკან დააბრუნებენ დეპორტირებას გაუკეთებენ დეპორტაციას და ბრუნდებიან იძულების წესით და აღარ ექნებათ უფლება დარჩნენ ან ვიზას დაელოდონ ეს ვიზის მიღება მე მგონი რომ ბევრს ახსოვს გარდა იმ შეიძლება ჩვენი შვილების უფრო პატარა თაობას არა მაგრამ ხო ყველას ახსოვს როგორი იყო ვიზის მიღება რა კორუფცია ტრიალებდა ქვეყანაში და რაღაცა თაღლითური ჯგუფები რომ ადამიანებს მიეღწიათ კანონიერად ვიზის მიღებისთვის და ეს ხო შეუძლებელი ამბავი გახდება უბრალოდ ქვეყანა გარდა იმისა რომ ცივილიზებულ სამყაროს მოწყდება და ჩვენ მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ოკუპანტი ქვეყნის პატარა გუბერნია თუნდა გადაგვაქციონ მე არც კი უშვებ ამას რომ ეს მოხდება მაგრამ ეს ხო არის განზრახვა უბრალოდ ოჯახები ვეღარ გადარჩებიან ადამიანებმა სასიცოცხლო არტერია გაავლეს აი ამ უვიზო მიმოსulis შესაძლებლობასთან და გადაარჩინეს თავიანთი ოჯახის წევრები ეს მე მგონი ყველა ადამიანს ესმის იმიტომ რომ ოჯახი არ მეგულება ალბათ არც თქვენ არც აქ ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, ვინც კი წასულია, ვინც ამაზე დამოკიდებული არ იყო სასიცოცხლოდ. და ეს იცით როგორი რაღაცა, აი ჟანგბაც რო გადაგიკეტავენ და რო იხუთები და ამას აკეთებს ახლა ქართული ოცნება. ყველაფერს კლავს, აი გუდავს სასიცოცხლო, რაც კი ორგანიზმი დარჩა. ამას გავს ეს კანონების აი ამ კანონების საშინელი კანონების მიღება ანტიკონსტიტუციური, ანტიქართული რომელიც არ აძლევს ადამიანებს უბრალოდ არსებობის საშუალებას და უკვე როდესაც ჩვენ ევროკავშირს არაფერს აღარ უტოვებ და ის ბენეფიტი, ის წინასწარი სიკეთე, რაც ჩვენ მოგცა ამ ევროპულმა ცივილიზებულმა სამყარომ, რომ ჩვენ დავიწყეთ სვლა დემოკრატიისკენ, ეხლა რა თქმა უნდა იტყვიან რომ ამ ყველაფერს ჩვენ უკან წავიღებთ თუ თქვენ არ გინდათ ამ ყველაფრის მიღება. მე ისევ იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების გონიერების, უბრალოდ მართლა ყველა უნდა დავფიქრდეთ, ხალხო უნდა დავფიქრდეთ და ეს დღეები ყველაზე კარგი ფიქრისთვის და ანალიზისთვის არის. რას ვაკეთებთ, რისთვის ვიბრძვით, რამ უნდა გაგვაჩეროს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ბედს, ანუ ჩვენი ხვალინდელი დღის, ჩვენი შვილების მომავალს ეხება საქმე. როგორ უნდა ვიცხოვროთ უბრალოდ ისეთ გარემოში, სადაც რუსული კანონები და რეპრესიული მექანიზმები, ცინიკური, აი ბოროტი განწყობით მოსიარულე ადამიანები, რომლებიც იბრალებენ ხელისუფლებაში არიან, ესენი უბრალოდ ყველაფერს აკადრებენ საკუთარ მოქალაქეებს, რა ვიცი, ძალა უნდა ვიპოვოთ იმისი, რომ პირველ რიგში სახელი ყველამ უნდა დაარქვას და ჩათვალოს, რომ ეს ბრძოლა და ეს ცვლილებები, რაც უნდა მოხდეს, არის
მისი პირადი საქმე. ვინმე სხვას კი არ ეხება, ანას კი არ ეხება, ეკას კი არ ეხება და ვინმე სხვას. მას პერსონალურად ეხება, ალბათ ამაზე უნდა ველაპარაკოთ ბევრი იმ ქალაქებს, ვისაც გონია რომ სადღაც მიღმა ხდება ეს და მას არ შეეხება. ეს უნდა ალბათ კიდევ უფრო კარგად აუხსნათ ყველა იმ ადამიანებს, ვისაც ნაკლები ინფორმაცია აქვს, სწორად თქვით, აბსოლუტურად პროპაგანდის გავლენის ქვეშ ექცევა და საფრთხე უნდა დავინახოთ, რომ არის რეალური. ეს საფრთხე არის დღეს. და ეს სხვათა შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ კი ვნახეთ ეს პაპუაშვილის საუბარი ღვთიურ მანანას შესახებ. აქვე ამბობს ის, რომ უვიზო მიმოსვლაზე საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ მაქვს, ხომ? ასეთი მოსაზრება ჰქონდა მასაც. ეკა, ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ, ეს ეხება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და თქვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ეხლა როდესაც ასეთი არის სურათი, რა უნდა იყოს რაღაც სწორი სტრატეგია, ხო, ვის რა უნდა ველაპარაკოთ, ამაში პირველ რიგში ალბათ პოლიტიკურ სპექტრს გულისხმობთ, ცხადია. სწორედ ეს არის მათი ერთ-ერთი ვალდებულება, ხო? აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ, ეხლა რა პროცესს ხედავთ ჩვენ რეალურად, თქვენ მათ შორის მინდა დაგისვათ კითხვა იმ გუშინ ჩატარებული შეხვედრის გათვალისწინებით, რომელიც ჰქონდა მეხუთე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან. აი ეხლა კონკრეტულად რა პროცესი მიდის, თუ შეგიძლიათ რომ მიაწოდოთ ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია, იმიტომ რომ იყო მოლოდინი მათ შორის რა სიტყოდა ზურაბიშვილი, აი გახარია ცნობილი განცხადების შემდეგ არჩევნებთან დაკავშირებით, ნახეთ ხო, ბოლო დღეების საკმაოდ დინამიური პროცესი იყო და ჩვენ ვერ ვნახეთ ეს ბრიფინგი, რომელიც ტრადიციულია ბოლო პერიოდში ზურაბიშვილის მხრიდან, გუშინ არაფერი უთქვამს. რა სურათი გვაქვს ამ თვალსაზრისით, თუ შეგიძლიათ რომ გვითხრათ ამის შესახებ, რა იცით თქვენ? პირველ რიგში ვიცი რომ თავად აპირებს პრეზიდენტი ამაზე საუბარს და ალბათ არ გადადებს ეს მალე მოხდება. შეიძლება არ ვიცი ამ კვირის გათვალისწინებით რომ ნების კვირაა და რაღაცა ყველაფერს მაინც უნდა შევხედოთ ამ ემოციურ თუ სულიერ ჭრილს, მაგრამ იტყვის თავის საქმეს ვიცი, იმიტომ რომ ამას აპირებს. რაც შეეხება მთლიან სურათს ამაზე რაზე, ანუ არჩევნებთან დაკავშირებით ეკა მონაწილეობა არ მონაწილეობის მიზანშეწონილობა, სისტემის ტყვეების საკითხი, ყველაფერზე კი, მათ შორის ხვალ ეხლა ახალგაზრდების დიდი შეკრებაა, ჩვენი სოლიდარობა, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ყველა მათგანს, შემდეგ კვირაში უკვე აღდგომის შემდეგ კვირაში იწყება ეს პოლიტიკური პატიმრების, ინდის პატიმრების პროცესები. ხვალ ამ შეკრებას, რა თქმა უნდა, ექნება ყველა ჩვენთაგანის მხარდაჭერა, სოლიდარობა დოიაშვილს, დათოს და მის თელს არაჩვეულებრივ გუნდს თანამებრძოლებს, რომლებიც აჩვენებენ საოცარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და ღირსების ძალიან ხელშესახებ მაგალითებს და ეს არის საოცრად გადამდები, დაუმარცხებელი. პრეზიდენტი მოკლედ ამ ყველაფერთან დაკავშირებით თავის პოზიციას აუცილებლად იტყვის, თუმცა ერთი რამე კიდევ შემიძლია დავძინო ბოლო პერიოდის მოვლენებს, რომ ის ფორმატი რაც არსებობს, ხო, რომ სწორი მოლოდინები კონდეს საზოგადოებას, ეს არ არის ფორმალიზებული რაღაცა ოფიციალური გაერთიანება, ხო, პარტიების. ეს არის ძირითად საკითხებთან დაკავშირებული და ეს ორი ძირითადი თემაა და მას მოყვება ბუნებრივია სხვა საკითხებს, მაგრამ თავარი სინდისის პატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლა და ახალი საპარლამენტო თავისუფალი არჩევნების მოპოვება. ეს არის თავარი, რის გამოც ეს ფორმატია შექმნილი, ეს ფრონტი თუ პლატფორმა, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ვინმე მიიღოს ცალკეული ისეთი გადაწყვეტილებები, როგორც მიიღო მაგალითად გიორგი გახარიამ და აიღოს კიდეც თავად ეს პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობას ახლავს თავისი სიმძიმეც, ხო? თუ მოწონს ეს მის ამომრჩეველს, თავად შეხვდება იმ ამომრჩეველს და მიხვდება, თუ არ მოწონს ესეც გამოჩნდება, მაგრამ ბუნებრივია პრეზიდენტი და ვერც თავად და ვერც ერთი სუბიექტი ამ პლატფორმის სხვის ქცევაზე ქმედებას პასუხისმგებლობას ვერ აიღებს და ეს ალბათ თუმცა ეს მთავარი ამბავი ხომ ამ რაღაც ერთიანობის სულისკვეთების ჩვენება იყო, ეკაი თავის დროზე იყო ამაზე ძალიან დიდი აქცენტი გაკეთებული, მათ შორის თავის დროზე პირველ ეტაპზე იყო ასევე აქცენტი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან, რომ კი, მესმის მოთხოვნების ირგვლივ. რაც იმიტომ რომ არ გამოდის სხვა ტიპის ასეთი
ორგანიზებული, ძალიან მჭიდრო ტიპის ერთობა, რასაც ქვია ერთიანი ქმედება ყველაფერში, ის რომ ქვეყნის გარეთ იყოს ერთიანი გზავნილები, პრეზიდენტი ახმოვანებდეს ამ გზავნილს, ან მიდიოდეს ერთიანი ხედვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე, ამისთვის ეს კოორდინაცია არის საჭირო. იმის მოლოდინი არავის არ უნდა კონდეს, რომ ყველა ერთნაირად ილაპარაკებს, ყველა ერთნაირად მოიქცევა, ან არ იქნება რაიმე სიურპრიზები. იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამაზე პასუხისგებლობა აიღოს იმ პირებმა, ვინც ასეთ ნაბიჯებს დგამს. თავად აუხსნან თავიანთ მოქალაქეებს. ამაზე მეტი სიმჭიდროვე, როგორც დავინახეთ ბოლო პერიოდის ბევრი ქმედებით, არის შეუძლებელი, იმდენად არის მაინც განსხვავებები ამ პარტიებს შორის. ამიტომაც პრეზიდენტმა ადრეც არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია მათ შორის ახალი პოლიტიკური ინიციატივების, ჯგუფების, ადამიანების შემოსვლა ამ პროცესში და იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ არჩევნებს რა წესით ვატარებთ, მოვემზადოთ ამ არჩევნებისთვის, ქარტია გვაქვს ერთიანი საარჩევნო დოკუმენტია ამ პირობებთან დაკავშირებით. ეს წესები თუ იქნება დაცული და კოორდინირება აქ მოხერხდება, მე ამაზე დიდი მოლოდინი პირადად გულწრფელად გეუბნები და არა მაქვს ამ ესეთ ერთგვარი გაერთიანების თუ ფრონტის თუ უბრალოდ აქამდე რომ ვერ ხერხდება მისვლა და აქამდე მისვლის გზებიც არ ჩანს რაღაც მომენტში ეკა ამაზეა ხო ლაპარაკი ეს საუბარი ყველაფერი კარგია მაგრამ ანუ რეალური ნაბიჯები ამის დანაკლისი სხვათა შორის პროტესტში მყოფ ავანგარდში მყოფ პირებსაც აქვს და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხებთან დაკავშირებითაც ეკა თქვენ ახსენეთ სისტემის ტყვეების პროცესები, რომელიც იქნება აქტიურად მომავალ იწყება შემდეგ კვირაში, ამაზე მინდა მოვასწრო და შემდეგ დაგემშვიდობებით თქვენი ჭიჭინაძის უფლებებსაც იცავთ, იცის ეს კარგად საზოგადოებამ და აი იმ აქცენტზე მინდა კითხოთ, რომელიც ჰქონდა კობახიძეს ერთ-ერთ ინტერვიუში გუშინ წინ კონკრეტულად, სადაც ის გარკვეული ჰუმანური მიდგომის დაშვებაზე ლაპარაკობს ამ პროცესში. ეკა თქვენთვის, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ამ პროცესში, არის რაიმე მთქმელი ეს განცხადება, როგორ ფიქრობთ? აი დიდ სურათში რო შევხედოთ, ჰუმანურ დაშვება, რაღაც ჰუმანურ მიდგომაზე ლაპარაკობს, მაგრამ თან ამბობს, რომ კანონზე პასუხისგებაც უნდა ვნახოთ. აი რაღაც ვერსიას შეიძლება განიხილავდეს. ეს იცით რას გადა? თქვენაზე გაქვთ მზაობა. აი გეტყვით გიორგი ჩიკვაიძის პროცესი რო იყო, რომელსაც ასევე მონიტორინგს უწევდა ასევე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობ მისა დაცვის მხარესთან და ვცდილობთ, რომ ჩვენი მხრიდანაც მას ჰქონდეს ეს მხარდაჭერა და ექნება კიდეც. ამ პროცესზე რომ გიორგი ჩიკვაიძეს მოსამართლე უთხრა, მოსამართლე რომელიც იღებს ასეთ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, ბოდიში მოიხადეო და დაგიშვე პროცესზე ვარ გაგაძევებო. აი დაახლოებით ამ ტიპის უღირსი ფორმის ხო ეს ბოდიშის მოხდა ზოგადად უღირსობა კი არ არის, მაგრამ ეს თუ დამცირებისთვის გინდა შენ თუ ეს პოლიტიკური პატიმრის და სინდისის პატიმრის მორალური კომპრომისისთვის სიამოვნების მისანიჭებლად საკუთარი ამ ეგოსთვის მჭირდება, რა თქმა უნდა ამაზე არავინ არ წავა, თორემ ყველაფერს თავისი ადგილი და ფორმა აქვს. ამიტომ ეს დაახურით ამას გავდა და თან სხვა შორის კობახიძის აი ამ განცხადებებს შეფასებასაც ოჯახს შეეხო და ამაზე ადრე არაჩვეულებად უპასუხა. ჩვენ ამას გავაგზავნით სტრასბურგის სასამართლოში. ეს არის პირდაპირ ზეწოლა სასამართლოზე, პირდაპირ გავლენის მოხდენა პროცესზე. ესია ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმრის საქმე რა ეთყობათ ამ ადამიანებს, რომ რაიმე მორალურ კომპრომისზე ვინმე წაიყვას, მაშინ საერთოდ არ იქნებოდნენ ტუსაღები. ამიტომ ჩვენ მათ დაცვას გავაგრძელებთ. ჩვენ გვექნება შემდეგ კვირაში მათ შორის ადვოკატებთან ერთად შეხვედრა, შემდეგ ამ პატიმრებსაც შევხვდებით, მათ მშობლებსაც ველაპარაკები და ამ ვაპირებთ სხვა შორის ანა რომ ერთიანი კარგი საკოორდინაციო ფრონტი ჩვენც გავაკეთოთ ყველა იმ საქმეზე, რაც კი არის დღეს პოლიტიკური და სინდისის პატიმრის საქმე და კიდევ ერთხელ სოლიდარობა ხვალინდელ დღეს და მხარდაჭერა ყველას, ვისთვისაც ესეთი აქციები იმართება. წინასწარ გილოცავთ აღდგომას და ქართულ ოცნებას ურჩევ, რომ სანთლის ხელში დაჭერა და ტაძარში დგომა აქსესუარი კი არ არის. ამ დღეებში მაინც დაფიქრდნენ რა გზას ადგანან. უბრალოდ გაიასრონ რა გზას ადგანან. დიდი მადლობა ეკა. დაგემშვიდობებით ეკა